Ეთერში და როგორც უკვე მოისმინეთ ეს განცხადებები ღარიბაშვილმა ანაკლის სპორტის პროექტის პრეზენტაციის შემდეგ გააკეთა პრემიერმა ქარვასლაში შეკრებილ ბიზნესმენებს მიმართა და მულტიფუნქციური პროექტის მნიშვნელობაზე ილაპარაკა. საქართველოს სავიზიტო ბარათი და ისტორიული მნიშვნელობის პროექტი ასე შეაფასა ირაკლი ღარიბაშვილმა ანაკლის სპორტი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი უმოკლესი გზა 3 წელიწადში აშენდა. ანაკლის სპორტი იქნება ევროპის და აზიის დამაკავშირებელი უმოკლესი გზა. ევროპას და აზიას შორის სავაჭრო ტვირთბრუნვის ზრდის გათვალისწინებით ეს პროექტი ძალიან დიდ სარგებლობას მოუტანს ყველას ჩვენს ქვეყანას პირველ რიგში 17 დღეში 18 დღემდე იქნება შესაძლებელი რომ ჩინეთიდან მოხდეს გადაზიდვა ტვირთის ევროპის დედაქალაქ კონსტანცაში და სწორედ აქედან გამომდინარე ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი რომ ჩვენთან ანაკლის სპორტი აშენდება ძალიან მალე. აქ მინდა აღნიშნო რომ ამ პორტს ექნება შესაძლებლობა მიიღოს დიდი ზომის ეგრეთ წოდებული პანამაქსის და პოსტპანამაქსის ტიპის გემები. ამ პროექტის განხორციელების შედეგად ჩვენ ვარაუდობთ, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაზიდული ტვირთების რაოდენობა. ანაკლის სპორტის სრულად სიმაღლეზე აიყვანს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას მთელს რეგიონში და მე დარწმუნებული ვარ, რომ მას აქცევს ლოგისტიკურ ჰაბად. ჩვენი სურვილია გამომდინარე წინასწარი ინფორმაციიდან, რომ კერძო კაპიტალით აშენდეს ეს სპორტი, თუმცა როგორც სტრატეგიულ ობიექტში გათვალისწინებული იქნება ის მუხლები ხელშეკრულებაში, რომელიც არის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკით გათვალისწინებული. ეს იქნება ღრმაწლიანი პორტი, რომლის განვითარებაც მოხდება რამოდენიმე ფაზის შედეგად. 12 წლის განმავლობაში გათვალისწინებულია 40 მილიონის გამტარუნარიანობის სპორტის აშენება. არის ზღვის კანიონი შესაბამისი სიღრმით, ამიტომ ამ პორტს ექნება შესაძლებლობა, რომ საქართველოს შავი ზღვისპირეთში და საქართველოს შავ ზღვაში შემოვალი პანამაქსის ტიპის გემები მიიღოს. ეს ერთი. მეორე, ასევე პორტის პროექტით დავასრულეთ პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 6 ნავმისადგომიანი პორტის მშენებლობას ანაკლიაში და ახლობით მისი საინვესტიციო მოცულობა პირობითად რო ვთქვა, საკონტეინერო გადაზიდვების კუთხით იქნება 550 მილიონი დოლარი. ამ კუთხით პროექტი გზად არის. დაიწყო ინტერესთა გამოხატვის პროცედურა, რომელიც დასრულდება სექტემბრის ბოლოს, 1 ოქტომბერს და ჩვენ უკვე მას შემდეგ გვეცოდინება ის კონკრეტული კომპანია, რომელიც დაიწყებს მის განხორციელებას. ცხადია არსებობს ფინანსური გათვლები, თუმცა დაველოდოთ იმ კომპანიას, რომელიც გადაწყვეტს მონაწილეობა მიიღოს პროექტის განხორციელებაში.